პირველი შვილი 85 წელს დაებადა. რომელიც კალათბურთს თამაშობდა. რომელიც კალათბურთს თამაშობდა ნიკოლოზი 85-იანია ეს. და ჩემი გოგო 2002-იანია. ახლა ნიკუშა ამერიკაში არის, ცხოვრობს იქ უკვე დიდი ხანია. თავიდან პირველი ნაბიჯები ახლა იყო, არ დაიწყო თამაში, ჩემთან აკადემიაში იყო და მე მე მგონი წაკითხული გაქვთ თქვენ ინტერნეტში. და დანარჩენი მე ისე გავაკეთეთ, რომ მოხდა ეს სამწუხაროდ დავინახე, რომ არ ათამაშებდნენ აქ, იცით, რაღაცნაირად. კი, ეგ შემიძლია თქვა, ეხლა მე არ ვიტყვი ახლა მწვრთნელებზე და ვინ და როგორ, მაგრამ ეხლა როცა მე პროფესიონალი ვარ, თან ამ სიმაღლე ვიცით, ზევიდან ჩანს რა, ვინ რა, როგორ დარბის და რაღაცა და არ მომწონდა ხარისხი იმენა მწვრთნელების და მე გავიგე რატო. მე გავიგე და კიდე ერთხელ ვიმეორებ სამწუხაროა. უბრალოდ შურდათ რა, არ უნდათ რომ მეორე დერუგინი ყოფილიყო, გამიგეთ? ეხლა შეიძლება მე ხმამაღლა ლაპარაკობ ეგ სიტყვას, მაგრამ იყო ეგეთი რამე. არ უნდა და ხან დასწრონდნენ სკავზე, მაგრამ წარმოიდგინეთ, როცა მოთამაშეს სკავზე ზე, ეგ ამით საქმე არ წავა წინ, ხო? ვერ ითამაშებს ვერსად. და მე ბოლო საბონის დაურეკე, ბიჭებს დაურეკე პრიბალტიკა, საბონისმა გამიკეთა ძირითადად პრიბალტიკაში. და მაგრამ ჩამიწყო რა ეს ყველაფერი და გავუშვით ამერიკაში კოლეჯში. დაამთავრა კოლეჯი, აიღო დიპლომი. ყველაფერი უფასო იყო მთავარია მან როგორ არის, იცით, ესე იგი კაპიკი არ დამიჯდა გადასახადი ეს სკოლა. მარტო ეს გზა და ლაიბრერი, ეს წიგნები და ეს კი ეს საკიდი კი არის აუცილებლად. მაგრამ მან როგორ არის, იცით, შენ რამგან თამაშობ კოლეჯის გუნდში, ხო, ესე იგი შენ უფასო ცხოვრობ, ყვება და ეს ყველაფერი და ითამაშა